მოგესალმებით ინგა გრიგოლიას დღის ამბებს ორზე მოგესალმებით. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პირველი კომენტარი ქართული ოცნების სავარაუდო საკონსტიტუციო უმრავლესობაზე. ძალიან ხელოვნურია ეს აბსოლუტურად არაჯანსაღი სპეკულაცია, რომ დაიღუპა ქვეყანა დღეს, რადგან ქართული ოცნება იმარჯვებს საკონსტიტუციო უმრავლესობით. ჩვენ გქონდა წარსულში პრეცედენტი, როდესაც კონსტიტუცია იყო მორგებული ერთ კაცზე და ერთ პოლიტიკურ ძალაზე, რამაც ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა. ჩვენ სწორედ ამიტომ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ჩვენი დანაპირები შევასრულოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე და ის ძალიან დინამიკური და ამბიციური განვითარების გეგმა, რომელზეც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით და რომლის განხორციელებაც დავიწყეთ მივიყვანოთ ბოლომდე, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოში უნდა შეიქმნას ეკონომიკური განვითარების უპრეცედენტოდ მაღალი დინამიკა და ქვეყანამ მოახდინოს ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიმართულებით, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით და ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე გააგრძელოს ის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც დაწყებულია. ამისთვის გვინდა ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეს არის უპირველეს ყოვლისა უდიდესი პასუხისმგებლობა თითოეული ამომრჩევლის წინაშე. აცხადებს პრემიერ-მინისტრი 30 ოქტომბრისთვის დაგეგმილ მეორე ტურამდე ზუსტად 12 დღით ადრე. ანუ ოცნება დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ხელში უჭირავს და არასამთავრობოთა ნაწილის მიმართვას, რომ ამის წინააღმდეგ მხარი ოპოზიციას დაუჭირონ გადასანაწილებელი 48 სადეპუტატო მანდატისთვის ბრძოლაში ნაციონალური მოძრაობის მხრიდან შემოგდებულ თემად მიიჩნევს. გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელმა განცხადებამ ცხადყო, რომ ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ემზადება. ივანიშვილმა 7 არჩევნები ჩაატარა და 7 დამარხა პოლიტიკური სპექტრი. აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი. სწორედ ზაზა ხატიაშვილი, იურისტი სოფო ხორგუანი, თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძე და ბათუმის არჩევნებში დამარცხებული დამოუკიდებელი კანდიდატი არმაზ ახვლედიანი იქნებიან. ჩვენი გააცემის სტუმრები გრძნობენ თუ არა თავს მაგალითად დამარხულად ნინო გოგუაძე ან არმაზ ახვლედიანი და რას ფიქრობს ზაზა ხატიაშვილი, სამუდამოდ დაიმარხა ოპოზიცია, თუ აქვთ გაცოცხლების შანსი. მე მივესალმები ჩვენ სტუმრებს, ქალბატონო ნინო, ბატონო არმაზ, მაქვს თქვენთან კონკრეტული შეკითხვები, თუმცა მანამდე მინდა რომ დააკონკრეტოს ბატონმა ზაზა ხატიაშვილმა, რას გულისხმობდა იგი ამ ფრაზებში. სამუდამოდ დამარხულად მიგაჩნიათ ქართული პოლიტიკური სპექტრი და ოპოზიცია, თუ დროებითია ეს ყველაფერი? მე მინდა მივესალმო ტელემაყურებლებს, ეს არის ჩემი პირველი სატელევიზიო გამოსვლა, ვარიდებდი თავს, არჩევნების წინ გამეკეთებინა რამე განცხადება. მაგრამ როდესაც მიდიოდა საარჩევნო პროცესი, მე ვხედავდი, რომ მხოლოდ 2 ძალას ჰქონდა შანსი 10%-იანი შესულიყო პარლამენტში წინა საარჩევნო გარემოდან გამომდინარე. მე დავიწყე პაატა ბურჭულაძეც. პაატა ბურჭულაძე იყო ყველასათვის ძალიან მიმზიდველი პიროვნება და რჩება. ის ყველა ძალიან უყვარდა. შემოვიდა პოლიტიკაში და მას უფიქსირდებოდა 15-20%-იანი მხარდაჭერა რაღაც გამოკითხვებით. პაატა ბურჭულაძე შეექმნა უცებ ილუზია, რომ იგი მოდის უმრავლესობით, 15-20 რა ქვია დამკვირვებლების დაქირავება დაიწყეს, აი ჩემს სოფელში მაგალითად ნაციონალებს ყავდა 10 დამკვირვებელი, მან დაიქირავეს 20 დამკვირვებელი. მას ეთყობა შეპირდნენ, რომ ექნებოდა ფინანსური მხარდაჭერა და თვის ბოლოს როცა მოვიდა დრო, რომ მას უნდა ფული დაერიგებინა, ეს ფული მას არ აღმოაჩნდა. აქ რა თქმა უნდა სუსმა იმუშავა, ჩემი აზრით და პაატა ამისთვის მომზადებელი იყო და შემდეგ პაატა იძულებული ხდება გარიგდეს კუბლაშვილების კლანთან. ეს მე ვფიქრობ, რომ გირჩის იდეური ხელმძღვანელები არიან კუბლაშვილები და კუბლაშვილები სოფო დამეთანხმდა, რომ საქართველოს ისტორიაში ეს იყო ერთ-ერთი შავი ლაქა, როგორც სასამართლო სისტემაში, ასევე საპარლამენტო ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, პაატა ბურჭულაძე იძულებული ხდება, რომ ამ ადამიანებთან გაერთიანდეს. შემდეგ მაინც მას 8-7% უფიქსირდება და ისეთ ძალასთან გაერთიანდა პაატა, რომელმაც შემდეგ 16 მაჟორიტარულ ოლქში პაატა ბურჭულაძე მიატოვა. თქვენ წარმოგიდგენიათ, თქვა ქართული ოცნება 16 ოლქში მაჟორიტარის გარეშე დარჩენილიყო და მას ის ხმები აიღო, რაც აიღო. ამიტომ პაატა ბურჭულაძე თავის ჭკუაზე აბურთავა ივანიშვილის ხელისუფლებამ. სავარაუდოდ ეხლა თქვენ რომ პაატა ბურჭულაძე შექმნა, უпростоრეთ პაატა ბურჭულაძეს ფინანსური გარანტიები მისცა თავის დროზე ივანიშვილმა. არა, ფინანსური გარანტიები მას მისცეს სხვადასხვა ჯგუფებმა, ფინანსურმა ჯგუფებმა და შემდეგ ეს ფინანსური ჯგუფები როგორც
პაატამ 3-ჯერ 4-ჯერ განაცხადა, ფაქტიუბრალოდ მას განუდგნენ და განიცადეს ტერორი სახელმწიფო გუნდის მხრიდან. ეს იყო პაატა ბურჩულაძის განცხადებები და მე პაატა ბურჩულაძის განცხადებებს ვიმეორებ და მე ვეთანხმები, იმიტომ რომ იყო ტოტალური კონტროლი, იმ პირებისთვის არ მიეცათ ფული, რომლებიც თქვათ საზოგადოებაში მესამე ძალად ან შეიძლება მეორე ძალად დაფიქსირებულიყვნენ. შემდეგ პაატა ბურჩულაძეს ტოვებს 16 ადამიანი და პაატა ბურჩულაძე საერთოდ შეება პარლამენტის სიკეთე. ჩვენი ინფორმაციით იგი აპირებს უახლოეს პერიოდში ყრილობის მერე უკვე პოლიტიკიდან წასვლას, ამას არ გვიდასტურებს ოფიციალურად მისი გუნდი, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით თქვა, რომ 100-დან 99% მას ეს გადაწყვეტილება. ანუ ფაქტიურად მართალი ვარ, ხო, თუ წავიდა პოლიტიკიდან დამარხა, ხო, პაატა ბურჩულაძე. მოდი ავიღოთ ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველი პარტია თავისუფალი დემოკრატები, რომლებსაც სხვათა შორის ჩემნაირ ხალხში დიდი გულშემატკივარი ყავდა, იმიტომ რომ მიგვაჩნდა რომ ეს იყო გამორჩეულად პროდასავლური ძალა და აქედან გამომდინარე მისთვის ხმის მიცემა იქნებოდა არ დაკარგვა ხმის ყოველ შემთხვევაში ჩვენი საგარეო კურსი მაინც არ შეიცვლებოდა. ალასანია ძალიან სიმპათიურად მოიქცა, როდესაც დაუჭირა მხარი კაბელების საქმეზე უკანო დაკავებულებს და პოლიტპატიმრებს და მინისტრის სავარძელი შეცირა და მე მახსოვს ინგა, როდესაც გირგულიანის საქმეზე თქვენ გახსოვთ პირველი პროტესტი ჩავატარეთ, სულ რაღაც 150 კაცი ვიდექით და კაბელების საქმეზე 5000 კაცი გამოვიდა პროკურატურაში და მეც იქ მივედი და გავაპროტესტე ის ძალადობა, რომელიც ამ ოჯახებთან მიმართებაში მოხდა. ჩემთვის ყველანაირი ძალადობა არ მიუღებელი. რო დაინახა ივანიშვილმა მე დაიწყო სირბილი იმაში, რა ქვია, შეხვედრა ამომრჩევლებთან, როგორც მოქალაქე ამბობდა და ან ლანცღავდა ალასანიას და უსუფაშვილს. არჩევნებამდე 5 დღით ადრე უცებ მის რიტორიკა იცვლება და ამბობს, რომ ალასანია გადის მეორე ადგილზეო, თავისუფალ დემოკრატებსო აქვს დიდი მხარდაჭერაო და მე ვფიქრობ, რომ ისეთი მაღალი დონის პოლიტიკოსი, როგორც ალასანია ეს შემოგდებული სათხოვარა არ უნდა წამოგებოდა და მას უნდა გაეგრძელებინა საკმაოდ მკაცრი რიტორიკა და ეთქვა, რომ ივანიშვილი არის ტერი, ივანიშვილი არის პრორუსული ძალა, რასაც ის ამბობდა. და ამ მომენტში თავისუფალ დემოკრატებში ისმის შემრიგებული განცხადებები ივანიშვილის ხელისუფლებასთან მიმართებაში. ამან დაღუპა, როგორც თქვენ ამბობთ, დამარხა. ამან დამარხა, იმიტომ რომ ალასანია რომ ვერ შესულიყო პარლამენტში, გამორიცხული იყო. კარგი, ზაზა, დაგიბრუნდებით მე თქვენ ეს სამუდამოდ დამარხვაზე მეტყველებს ქართული ოპოზიციის თუ დროებით. არ ვიცი ახლა თუ სწორი და ვიწყებ ნინოსთან საუბარს. გააკეთეს დასკვნები ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, იმიტომ რომ ალასანიას ყავდა ყველაზე ძლიერი გუნდი. ალასანია მარტო არ იყო. თქვა შალვა ნათელაშვილი ძალიან მიმზიდველი პოლიტიკოსია, მარტო არის შალვა ნათელაშვილი. და მეორე შალვა ნათელაშვილი 50% ვერ იყო პარტიაში. მაგრამ ალასანია ძლიერი გუნდი ყავდა და გამორიცხული იყო ალასანიას ბოლო 4 დღე მას რომ წარემართა ის არჩევნო კამპანია, რასაც ატარებდა, მე ვფიქრობ, რომ ნეიტრალურმა ხალხმა დაინახა რა ინგა, რომ ალასანია სავარაუდოდ გარიგდა ივანიშვილთან. მადლობა, გარიგდა თუ არა ივანიშვილთან, ამაზე ზუსტად არა, მე კი არ ვამბობ. ნინო გოგუაძესთან ვისაუბრებთ, მანამდე მინდა სოფო ხორგვანს ვკითხო. სოფო, მადლობა პირველ რიგში გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენც ასევე ფიქრობთ, რომ ამ არჩევნების შედეგად ოპოზიცია დაიმარხა. ზაზა ხატიაშვილის ფრაზას ვიმეორებ სიტყვას. მოგესალმებით, მე სალმები თქვენს მაყურებელს და სტუმრებს. მე ვფიქრობ, ჯანსაღი პროცესი მიდის, დაიმარხა, ვინ დარჩება ოპოზიცია პოლიტიკურ სპექტრში, ვინ არა, ეს გამოჩნდება. მე ის რომ მოთხოვნა არის, რომ გამოჩნდნენ ახალი მოთამაშეები, ახალი აქტორები პოლიტიკურ სივრცეში, ეს უკვე დიდი ხანია, ამაზე ყველებს საუბრობთ, რომ 25 წელი ერთ და იგივე ადამიანებს უყურებთ, გვინდა ახალი სახეები, ეს მოთხოვნა არის. დღეს პრაქტიკულად და ეს არის, ანუ ხელოვნური პროცესი არ არის, ვიღაცა ეს სწორი პროცესია, ხა ჯანსაღი პროცესი არის. თავარი ეს თავისუფლება, მე არ ვეთანხმები ხა მაინც ბატონ ზაზაცი რომ ვიღაცას ურიგდება ასეთ მას ვერ ვხედავ მე. რეალურად ვხედავ მე თავისუფლებას და ამ თავისუფლებაში მეტი პასუხისგებლობა სჭირდებათ პოლიტიკოსებს. უნდა გადახედონ საკუთარ სტრატეგიას, გრძელვადიან სტრატეგიას, მოკლევადიან ტაქტიკურ რაღაცას სულებს, როგორ გააკეთებენ. მე მგონი რომ ძალიან კარგი და ძალიან ჯანსაღი პროცესი მიდის. ჩვენ გვაქვს დღეს
თავისუფლება შევინარჩუნოთ. იმიტომ რომ კონკურენტუნარიანი გარემოა. დღეს მე ასე ვხედავ. აი ამ კონკურენტუნარიან გარემოში დღეს შეიძლება გამოჩნდეს სწორედ ახალი ადამიანები. და ვინ არიან ეს ახალი აქტორები? მაგალითად პატრიოტთა ალიანსი შეიძლება მივიღოთ როგორც პარლამენტში ახალი აქტორი, თორე ისევ ძველი ორი გუნდი შეფრთხილს. არა, იგივე იგივე თუნდაც იმ პატრიოტთა ალიანსში იგივე ადამიანები არიან 25 წელი ვისაც უყურებთ. აი ხა თუნდაც ახლა თქვენ ჩართოთ ორი ადამიანი, ანუ მაგალითად ნინო გოგუაძე ახალია, მაინც რამდენიმე წელია რაც ჩანს. ანუ ჩემთვის ახალი მოთამაშეა პოლიტიკურ ასე ვთქვათ სივრცეში. ანუ მე ამიტომ პროგრამა ეს ადამიანები ახლა იმკვიდრებენ, ესე ვთქვათ ადგილს პოლიტიკურ სივრცეში და მე მივესალმები ამას. მე მგონია რომ თავარია ეს მნიშვნელოვანია ყველაზე რომ ეს კონკურენტუნარიანი გარემო შენდარჩუნდეს. და მაშინ ჟურნალისტებიც, სამოქალაქო სექტორიც, პოლიტიკოსებიც ყველანი ესე იგი უფრო მეტად პროფესიონალები გვეყოლება. ეს ჯანსაღი პროცესია. მე ასე ვხედავ ამას. ნახოთ როგორ იქნება. მოდით მე გადავალ მაშინ თქვენინებართვით უკვე ნინო გოგუაძესთან თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანი. მე მინდოდა რომ თქვენ მოგესმინათ ამ ადამიანების აზრი. ქალბატონ ნინო და შემდეგ დამეწყო თქვენთან საუბარი. პირველი რაც ძალიან საინტერესო იყო ფრაზა იყო ზაზა ხატიაშვილის რომ დაიმარხა ოპოზიცია და მეორე რაც თქვა ეხა სოფო ხორგუანმა ახალ აქტორებთან დაკავშირებით. თქვენ მიგაჩნიათ თავი დამარხულად? ინგა მოგესალმებით მადლობა გადაცემაში მივესალმებით თქვენს მაყურებელს. როგორ გითხრათ, ჩვენ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი და ამ ეტაპზე ვთქვათ, რომ დიახ ჩვენი პარტია და ყველა ის პარტია, რომელიც იყო პროევროპული, ლიბერალური ღირებულებების მქონე პარტია დამარცხდა. დიახ, დამარცხება უნდა ვაღიაროთ სწორედ იმიტომ, რომ შემდგომში მომავალში გამარჯვებისკენ ვიაროთ და გამარჯვების გემო ვიგემოთ. ასე რომ დიახ, რეალობა არის ძალიან მძიმე. მე რაც არ უნდა იყოს, ყოველთვის ვამბობ, რომ რეალობა უნდა მივიღოთ და ჩვენ პარტიაშიც არის კრიზისი. ეხლა მე რომ გამოვიდე და ვთქვა, რომ ამ პროცესების მერე პარტია უფრო გაძლიერდა, ვიდრე მანამდე იყო. ხომ არ ვიქნები მართალი და გულწრფელი. ხშირად ასეთ განცხადებებს ვისმენთ ხოლმე. არა, ჩვენ პარტიაშიც არის კრიზისი, მაგრამ თავისუფალი დემოკრატების პარტია არის სწორედ ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანების ერთობა და დიახ სწორედ ღირებულებებისთვის ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის ეს პარტია წელში გაიმართება და აუცილებლად მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის. ხო, მაგრამ ეს არ მოხდება, არ მოხდება, ნინო, მე ხა ჩემგან არ გინდა შეხსენება კინეულ ადგილზე ფეხის დაბიჯება არ არის ჩემი სტილი, მაგრამ უნდა შეგახსენოთ ეხლა რომ თავარი ბირთვი თუ არ ჩაგთვლით თქვენ და შალვა შავგულიძეს აღარ ყავს ამ პარტიას. მე გუშინ ვუსმენდი თქვენს ლიდერს რუსთავიორის ეთერში და გულწრფელად გითხრათ ვერაფერი ვერ გავიგე რატომ წავიდა სინამდვილეში ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან. იგი საუბრობდა, მაგრამ მიზეზებზე პასუხი ვერ მიიღეს ადამიანებმა. მე ცხადი არ მაქვს ეხლა იმის მოლოდინი რომ რაც არ თქვა ირაკლი მიმას იტყვით თქვენ დღეს ეთერში. უბრალოდ მაინტერესებს რა პერსპექტივას ხედავთ. აი ზაზა ხატიაშვილმა უხეში ფორმით შეიძლება თქვა რომ დამარხულად მიაჩნია ოპოზიცია. რისი შანსი გაქვთ? რა შანსებს ხედავთ? პოლიტიკური ორი დიდი გუნდი ერთმანეთის პირისპირ და პლუს პატარა დოზით პატრიოტები. სათხარ თქვენ? დიახ, ეს არის ორი პოლიტიკური გუნდი პარლამენტში. პარლამენტში იქნება ქართული ოცნების უმრავლესობა, როგორც ჩანს დიდი ალბათობით ეს იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობა და იქნება ნაციონალური მოძრაობა. პატრიოტთა ალიანსი არის 6-კაციანი ფრაქცია, მაგრამ მე მას ვუწოდებ ხოლმე ქართული ოცნების რადიკალურ ფრთას, რადგან თვისობრივი განსხვავება ქართულ ოცნებასა და პატრიოტთა ალიანსს შორის არ არის ჩემი თვალსაზრისით, ასე რომ დიახ, ეს იქნება ორი პოლიტიკური გუნდი და თუ წარსულ გამოცდილებასაც გავითვალისწინებთ, რა მოაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობას და როგორი პროცესები შეიძლება წარიმართოს როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს მიღმა, მაშინ აქ მე ვხედავ შანსს. კერძოდ რას გულისხმობ? პარლამენტში დიახ იქნება, ვერ იქნება ეს კანონების, საკანონმდებლო წინადადებების და იდეების კონკურენცია. ეს ამ ასეთ დაპირისპირებულ გუნდებს შორის და ასეთი კვალიფიკაციის პარლამენტარებს შორის თითქმის წარმოუდგენელია. ისევ გვექნება
ლაპარაკი 9 წელიწადზე თქვენ სისხლის მსვლელებო ისინი თქვენ თქვენ უნიათებო და ნებისმიერი რაციონალური წინადადება რომელიც შეიძლება წამოვიდეს ან ნაციონალების ან ოცნების მხრიდან პარლამენტში მეორე გუნდის მხრიდან არ იქნება მხარდაჭერილი გარდა ამისა ინგა გახსოვთ თქვენ ოცნები ნაციონალების დროს იყო ასეთი კლიპი ესენი ვინ არიან, როდესაც გამოდიოდა პარლამენტ უცნობი ჩვენთვის ადამიანის სახელი და გვარი და სურათი და ასე მოყვებოდა ერთი 50 ადამიანი და ბოლოს ჩვენ თვითონ გითხულობდით ამ კლიპს რო უყურებდით რომ ესენი ვინ არიან და ბოლოს იყო ესენი არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები სამწუხაროდ დიახ ოცნების უმრავლესობაში საკონსტიტუციო უმრავლესობაში ძალიან დიდი ნაწილი იქნება ასეთი ადამიანები ესენი ვინ არიან ბრჭყალებში რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენი ცხოვრების თითოეული ჩვენი მოქალაქის ბედს რადგან მათ სწორედ როდესაც ვლაპარაკობთ საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეზე ერთ ძალის ხელში კონცენტრირებულ ასეთ ძალაუფლებაზე ძალიან ცუდია როდესაც დღეს პრემიერისგან მოვისმინე რომ ის ამაში სპეკულაციებს ხედავს და ვერანაირ საფრთხეს ხელოვნური არაჯანსაღი სპეკულაცია ეს არის ძალიან ცუდი რადგან ჩვენ ვიცით რომ ძალაუფლებას აქვს ყოველთვის მიდრეკილება და ცდუნება რომ გასცდეს კონსტიტუციურ ფარგლებს და როდესაც ეს ძალაუფლება ასეთი ადამიანების რიცხოვნებაზე გადის, რა თქმა უნდა, თან ვიცით რა ამ გუნდის მისწრაფებები და ამაზე შემიძლია ვილაპარაკო, დიახ, ჩვენთვის არის საშიშროება, რომ ეს ძალაუფლება გამოყენებული იქნება და სწორედ ერთი ადამიანის და ერთი კონკრეტული ძალის სურვილების მიხედვით იქნება ჩვენი თავარი. შემდეგ სტუდიაში დაუსვა უკვე ჩვენ სტუდენტს რა საფრთხეებს ხედავენ ხედავენ არა მაგრამ აი ზაზა ხატიაშვილის სიტყვები წეგან მან რაც თქვა ისევ გამოვდივარ მისი ნათქვამიდან და უნდა დაგისვათ ეს კითხვა განცდაო დარჩაო თითქოს გარიგება მოხდა ირაკლი ალასანიასა და ხელისუფლებას შორისო ამ წუთას თქვა 5 წუთის წინ მან ამ სტუდიაში თქვენ რას უპასუხებდით აი ზაზა ხატიაშვილი არის აქტიური ადამიანი ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი და მას აქვს ეს განცდა შეგეძლოთ თუ არა უფრო მეტი გაგეკეთებინათ რომ ქვეყანა არ დაგეტოვებინათ მხოლოდ ამ ორი პოლიტიკური ჯგუფის პირისპირ დარჩენილი ჯგუფების იმედად ინგა რასაკვირველია ჩვენ რა თქმა უნდა დაუშვით შეცდომები და არანაირი გარიგება არასოდეს არ ყოფილა ირაკლი ალასანიასა და ოცნების ხელისუფლებას შორის მე ამაზე თავს დავდებ მაგრამ სხვებსა და ოცნების ხელისუფლებას შორის წასული ლიდერები მყავს მხედველობაში მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს ინგა და საერთოდ ჯერა ხოლმე ადამიანების და ჯერა რომ ჩვენი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების პატივისცემის გამო ისინი ჩამაყენებდნენ საქმის კუში თუ ასეთი კომუნიკაცია იყო მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს რაც შეეხება იმას რომ ჩვენ რატომ ვერ მოვახერხეთ მარტო ჩვენ კი არა მე მგონი მე არასოდეს არ საყვედურობ მოსახლეობას და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ თავისუფლება ეს არის არჩევანის თავისუფლება ხოლო არჩევანის თავისუფლება არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მოსახლეობამ პასუხისმგებლობა აიღო დიახ ასეთ საქართველოზე სადაც ერთ ძალას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა დიდი ალბათობით და მეორე ძალა არის ნაციონალური მოძრაობა ერთი კითხვა უნდა დაგისვათ თუ შეიძლება დიახ და რაც შეეხება ჩვენს როლს დიახ ვერ მოვახდინეთ გარღვევა ვერ მოვახდინეთ საზოგადოების დარწმუნება იმაში რომ ეხლა 2012 წელი არ არის დღეს არ აქვს შესაჩერებელი მიშა სააკაშვილი ადამიანები ეს ტრამვირებული ადამიანები თავისი ფობიებით იღებდნენ გადაწყვეტილებას და ეს იყო უფრო პასუხი იმაზე რომ მიშა სააკაშვილი არ დაბრუნებულიყო რომლის დაბრუნების შანსი არ არსებობდა სააკაშვილმა გადაწყვეტა ქართული პოლიტიკის ბედი არა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტა იმიტომ რომ სწორედ მან შექმნა
მიშასგან საფრთხობელა, სწორედ მან ჩაატარა ის სეანსები და სწორედ ის ამბობდა, რომ დიახ, ქართული ოცნება ეს არის ერთადერთი ძალა, რომელიც შეარჩევს ნაციონალურ მოძრაობას და სწორედ ეს მინდა ვთქვა, რომ ეს არ იყო ადამიანების რაციონალური გადაწყვეტილება, ჩვენ ყველანი ძალიან ემოციური ხალხი ვართ და ეს გადაწყვეტილება იყო სწორედ ტრამვების და ფობიების მიხედვით გაკეთებული, მაგრამ დადგა დროს, როდესაც მოსახლეობამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ისეთ საქართველოზე, რომელიც დღეს მივიღეთ და ამის მერე მაინც ემოციების გარდა რაციონალური გადაწყვეტილების ეპოქა დადგა, მე ასე ვფიქრობ. აი სოფო არ გეთანხმებოდათ, ეხლა მე მას მოგვიანებით ვკითხავ თქვენთან ბოლო კითხვას, რომ დავსვავ და გადმოვინაცვლებ ისევ სტუდიაში, როცა თქვენ ბრძანეთ, რომ ეს იყო ფობიებით მიღებული გადაწყვეტილება და არა რაციონალურიო, მე მას ამ შეკითხვას დავსვავ, მანამდე კითხვა მინდა ასეთი, კითხვაზე უпростоრედ პასუხი მოვისმინო, საკონსტიტუციო უმრავლესობა ოცნებას პრაქტიკულად ხელში უჭირავს. დღეს გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაც პირდაპირ ამაზე მეტყველებდა. თქვენ მართლა ხედავთ რაიმე ტიპის საფრთხეს? თუ არ საერთოდ არ უშვებთ და უშვათ ოპოზიციის ლიდერები იმას, რომ მართლა რაციონალურად შეიძლება მიიღო ამ მომრჩეველმა გადაწყვეტილება, მართლა შეიძლება აძლევს ამ გუნდს რაღაცის გაკეთების საშუალებას და შეიძლება ამ მომრჩევლის სურვილიც არის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ქონოდა ამ ხელისუფლებას. მე საერთოდ ძალაუფლებას ვუყურებ ხოლმე როგორც საფრთხეს და ნებისმიერი კრიტიკული ადამიანის ვალია ძალაუფლებას შეხედოს როგორც საფრთხის წყაროს, როგორც სიკეთის გაკეთების საშუალებასაც კი, მაგრამ ამავე დროს როგორც საფრთხის წყაროს. რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას, სულ არ არის საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და წესიერი ნორმალური კანონები მიიღო. ამისთვის საკმარისია 2/3 პარლამენტის, ანუ ორგანული კანონების გატანაც აბსოლუტურად მათ ხელშია. საკონსტიტუციო უმრავლესობა ნიშნავს, რომ კონსტიტუციას შეცვლი და შეცვლი შენი შეხედულების მიხედვით და თუ გავითვალისწინებთ იმ გამოცდილებას, თუ როგორ უყურებს კონსტიტუციას, როგორ უყურებს ძალთა გადანაწილებას ქართული ოცნების ხელისუფლება და ის ადამიანები, რომელიც ამ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენენ, ისევე როგორც ნაციონალები უყურებდნენ თავის დროზე, მე ინსტიტუტების განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მოლოდინი არ მაქვს. ჩვენ ვნახეთ, როგორ ექცევა ეს ადამიანები პრეზიდენტის ინსტიტუტს, როგორ მოექცნენ საერთო სასამართლოებს და ჩააბარეს მურუსიძეს, როგორ მივიღეთ ისევ პოლიტიკური პროკურატურა, რა კანონი მივიღეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ასე რომ დიახ, გარდა იმისა, რომ ძალაუფლება თავისთავად არის საფრთხე, ამ ადამიანების დამოკიდებულება ძალაუფლების მიმართ ასევე მიმაჩნია დიდ საფრთხეს. მადლობა ნინო, მე წარმატება მინდა გისურვოთ განსაკუთრებით ეხლა ამ კრიზისულ სიტუაციაში, რომელშიც იმყოფებიან თავისუფალი დემოკრატები. კარგად ბრძანდებოდეთ, ნინო გოგუაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში, უნდა გადმოვიდე ისევ სტუდიაში და შემდეგ შემოგვიერთდება არმაზ ახვლედიანი. სოფო, აი წეგან მე უთხარი ნინოს, რომ თქვენ არ ეთანხმებოდით, როცა მან ისაუბრა ფობიებზე, ტრამვებზე და ამის მიხედვით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, მაგალითად პოლიტიკური ლიდერი ეხა ამბობდა პირდაპირ ეთერში, რომ ხალხს არ მიუღიაო რაციონალური გადაწყვეტილება. რა სიტყვით თქვენ? ძალიან სამწუხაროა, ბატონო ნინო აღარ არის, ძალიან სამწუხარო არის ეს რახალაც მოვისმინე და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ჩემთვის კიდევ ერთხელ მიდასტურებს ჩემს დამოკიდებულებას, რომ სამ პოლიტიკური სპექტრი გადასახედიან ქვეყანაში. პირველი, როდესაც ვაპარაკობთ როდესაც პოლიტიკოსი აი ჯერთია ჩანს ეს მოსახლეობა ძალიან დიდი თხოვნა მექნება ყველა პოლიტიკოსისადმი, რომ ტერმინი მოსახლეობა შეცვალონ ტერმინით მოქალაქეები და ასე მოგმართონ მომავალში არა მოსახლეობა, არამედ მოქალაქეები. როცა შეეჩვევით იმას, რომ ჩვენ ვართ მოქალაქეები და არა მოსახლეობა, მე იმასაც გაიაზრებთ, რომ შესაძლებელია თქვენმა მოქალაქეებმა, ანუ მოქალაქეებმა, რომლის პოლიტიკოსობაზე პრეტენზია გაქვთ თქვენ, მიიღონ რაციონალური გადაწყვეტილება. და ის რომ თქვენ ხართ დღეს პოლიტიკური ლიდერები, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში თქვენ ერთადერთი
ერთადერთი ადამიანები ხართ, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა რაციონალური გადაწყვეტილებები მიიღოთ. აი ამ მე როგორც ახლა ამორჩეველი მოქალაქე ვარ შეურაცხყოფილი, იმიტომ რომ მე პოლიტიკური ლიდერი მეუბნება, რომ შენ ფობიებით, ემოციებით, კიდე რაღაცა შიშებით, რაღაცეებით აზროვნებ. ძალიან არასასიამოვნო მოსასმენი იყო ეს ჩემთვის და ძალიან გული დამწყდა. რასაც პირველი რჩევა ჩემგან მოქალაქისგან ამორჩევლისგან მიგვიღეთ როგორც მოქალაქეები და არა როგორც მოსახლეობა. ეხლა რაც შეეხება კიდევ იყო რამდენიმე თემა, რომ ესე იგი თურმე ესე იგი ხელისუფლება, ძალაუფლება არის საფრთხე. პოლიტიკური პარტია, პოლიტიკოსები ცდილობენ მოვიდე ხელისუფლებაში, ან ხელისუფლება ნიშნავს ძალაუფლებას. თუ პოლიტიკოსი არის პარტიაში, თუ ის არის პოლიტიკაში, ის მოდის ძალაუფლებისკენ, ის ცდილობს მოვიდეს ხელისუფლებაში და მას ჰქონდეს ძალაუფლება. თუ მას ეს არ მოსწონს, მაშინ ის არ არის პოლიტიკოსი, მაშინ ის არის შესაძლებელი იყოს არასამთავრობო სექტორში იმუშაოს იმაზე, რომ ჩვენ მოქალაქეები თურმე რომლებიც არ ვართ გაზრდილები და გვჭირდება გაზდა, გავგზავნონ, გვასწავლონ რა ჩვენზე მეტი იციან. მე ამას მივიღებ იმ ადამიანებისგან, ვისაც არ პრეტენზიებს არასამთავრობო ორგანიზაციაში უნდა იყოს თურმე კრიტიკული აზროვნება. კრიტიკული აზროვნება ყველას უნდა გქონდეს, მაგრამ კრიტიკული აზროვნება არ გამორიცხავს იმას, თუ მე ვარ პოლიტიკაში, მინდოდეს ხელისუფლებაში მოსვლა და მინდოდეს ძალაუფლების მოყოლა. ანუ თქვენ ვერანაირ საფრთხეს სოფო ვერ ხედავთ საკონსტიტუციო უმრავლესობაში და იგივე შეკითხვა დავას თუ შეიძლება ყველა ან მე ვლაპარაკობ ასეთ რამეს, აი ლოგიკურ რაღაცებზე ვლაპარაკობ. პირველი, რომ პოლიტიკოსებმა ესე იგი თავიანთი დამოკიდებულება ჩვენდამი მოქალაქეებისადმი, ამორჩევლებისადმი და შეცვალონ, როცა ლაპარაკობს არჩევანის თავისუფლებას, დიახ, მე ჩემი არჩევანის თავისუფლება რაციონალურად, ემოციურად თუ ორივე ერთად მივიღე და გადავწყვიტე. და ეს ნიშნის მოგებით საუბარო, მე თქვენზე მეტი ვიცი და თქვენ რაღაცა ვერ ხედავთ აქ და ემოციებს აყევით და შეშინებულები დარბიხართ, ძალიან შეურაცხყოფელი მოსასმენი, ეს ერთი. მეორე, თუ არ გინდათ ძალაუფლება, არავინ არ გაძალებთ, არავინ არ ესე იგი გივარდებათ მუხლებში და გეხვეწებათ, გემუდარებათ, არ იქა მაინც პოლიტიკური ლიდერები იყავითო. 300,000 ლარიან დაფინანსებას მიიღებს ახლა ეს დემოკრატიული ეს პარტია და იმედი მაქვს, რომ ამ დაფინანსებას სწორად გამოიყენებენ და განვითარდებიან როგორც პოლიტიკური პარტია და გაითვალისწინებენ საკუთარი მოქალაქეების დამოკიდებულებას. ახლა რაც შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობას. სოფო, მოდი ამაზე დავბრუნდებით ამ შეკითხვით, იმიტომ რომ სწორედ გუშინდელი მიმართვის კონტექსტშიც მაინტერესებს შემდეგ თქვენი მოსაზრებები. მე გადმოვდივარ ზაზა ხატიაშვილთან. ბატონო ზაზა, თქვენ როგორ ფიქრობთ, აი სოფო კატეგორიულად არ დაეთანხმა ნინო გოგუაძის მოსაზრებას, არჩევანი გაკეთდაო ემოციების მიხედვით, თქვენ რა სიტყვით? ნუ სოფოს ბევრ რამეში ვეთანხმები. მე ვფიქრობ, რომ მე სოფო და სხვა მოქალაქე მე პატივისცემას ვიმსახურებ პოლიტიკურ ლიდერებისგან. უბრალოდ მე მინდა უთხრა, რაც რამოდენიმე წუთის წინ თქვი, ალასანიას პარტია პარლამენტში იყო შესული. 4 დღით ადრე მათ რო შეცდომა არ დაეშვა და რიტორიკა არ შეეცვალათ და ივანიშვილის ქება არ დაეწყოთ და ნინო გოგუაძე სხვათა შორის ერთადერთი იყო, რომელიც აკეთებდა იმ განცხადებებს, რაც პოლიტიკურ ლიდერს უნდა გაეკეთებინა. ალექსი პეტრიაშვილი იყო ძალიან რადიკალური. ხო და ეს ორი სამი ადამიანი იყო რადიკალური. რაც შეეხება ამ ყბადაღებულ თემას მურუსიძეზე, რაც თქვენ აკეთებთ, იყო ასევე შალვა შავგულიძე ძალიან მკვეთრი თავის განცხადებებს. ამიტომ 3-4 ადამიანი და დანარჩენებმა მე ვფიქრობ, რომ დაიწყეს შემრიგებულ ტონში საუბარი და მათაც დაეჯერათ, რომ გადიოდნენ მეორე ადგილზე. მათ დაუშვეს შეცდომა. ეხლა მე მინდა უთხრა კალბატონ ნინოს. ნინო ბურჯანაძეს აქვს მათზე 1%-ით ნაკლები. ნინო ბურჯანაძე ხვალამოღებული იბრძვის და ამბობს, რომ არჩევნები გამიყალბებს. გაუყალბებს თუ არ გაუყალბებს, ეს მეორე საკითხია, მაგრამ კალბატონ ნინო ითხოვს ხმების გადათვლას. ხო. აბათ აქ 4 და 6%. რატომ არ იბრძვიან ისევე როგორც ნინო ბურჯანაძე? თუ 3.5%-იანი პარტია ფიქრობს, რომ ხმები გაუყალბეს, 4.6%-იანმა პარტიამ არ უნდა იფიქროს. რატომ? თქვენ რაზა არ ვიცი. ახლა ირაკლი კობახიძე ახო თუ არ ვცდები, ირაკლი კობახიძე გამოვიდა, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი და ბრძანა, რომ მათთვის ძალიან საინტერესოა ალასანიას გუნდის რამოდენიმე წევრი. ასევე პრესაში გავრცელდა ინფორმაციები, რომ ვიქტორ დოლიძე, ზურა ბაბაში, რაღაც მაღალ თანამდებობებზე. ჩემთვის მართალი ახლა ქალბატონ ნინოს ნაწყენ დავრჩი, რომ რაღაცნაირად მოქალაქეებს გადაგვიარა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ღირებული ადამიანები არიან ის ადამიანები, რომელიც არიან შალვა შავგულიძე, იგივე ნინო გოგუაძე, რომლებიც ამ პარტიაში ცდილობენ, რომ დარჩნენ და განავითარონ ეს პარტია.
თუ ეს ადამიანები როგორც ქალბატონი სოფის ვეთანხმები არ აღიარებენ იმას რაც შეცდომები დაუშვეს და პოლიტიკურ სტრატეგიას სწორად არ შეიმუშავებენ გამორიცხული იყო ალასანიას გუნდი ვერ შესულიყო იმიტომ რომ ეს იყო მკვეთრად პროტესტული ანუ მიზან მიმართულად არ იბრძოლა ამ გუნდს არ ვიცი რა მოხდა მაგრამ ფაქტია რომ შეცდომები დაუშვეს ხო და ისეთმა გუნდმა ძლიერმა გუნდმა რომელიც ყავდა ალასანიას ხო ეგეთ შეცდომები არ უნდა დაიშვა და ეხლა მე ვსვავ კითხვას მოქალაქეებში გაჩნდა ესეთი განცდა რომ როდესაც 4 დღით ადრე ივანიშვილი აკეთებს კარგ განცხადებას ალასანიას გუნდთან მიმართებაში და ეს ადამიანები არიან გაჩუმებულები და არ იბრძვიან და არ აგრძელებენ ისე ბრძოლას როგორც იბრძოდნენ ამან კითხვის ნიშნები დაბადა და ეს კითხვის ნიშნები უნდა მათ გაფანტონ არ უნდა გახდნენ ახალი მინისტრები ამ მართველი ძალის არ უნდა დაიწყონ კოჰაბიტაცია არ უნდა ერთი დღეა წააგეს ხალხმა არჩევნები და აკეთებენ განცხადებას, რომ ვითანამშრომლებენ ქართულ ოცნებასთან. ეს ერთ დღეში არ ხდება, ეს მოლაპარაკების პროცესი თუ არ იყო ინგა, ერთ დღეში რანაირად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. გავიგე, მოდი ჩავთოთ პირდაპირ ეთერში აჭარა, დამოუკიდებელი კანდიდატი არმაზ ახვლედიანი, რომელიც თავის დროზე როცა შეიქმნა ქართული ოცნება იყო სწორედ მათი აღმასრულებელი მდივანი. მოგესალმებით არმაზ, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მაინტერესებს თქვენ რა სიტყვით, რა შეფასებას გააკეთებთ. ჩვენ ახლა აქ მსჯელობთ სავარაუდო საკონსტიტუციო უმრავლესობაზე, რომელსაც ალბათ ხელში აიღებს ზუსტად 12 დღეში ქართული ოცნება. მსჯელობთ იმაზე, რის მიხედვით და რატომ გააკეთა არჩევანი მოსახლეობამ. თქვენ რა სიტყვით? აი გავიდა მივიღებ მე სოფოს შენიშვნას, რის მიხედვით გააკეთეს არჩევანი მოქალაქეებმა. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. დიდი მადლობა, გამარჯობა. გამარჯობა. ყურადღებით ვუსმენ თქვენ სტუმრებს. ამ დღეების განმავლობაში არაერთი ანალიზი მოვისმინეთ. ზოგჯერ გვავიწყდება რა მოხდა მაინც ამ არჩევნების შედეგად და რატომ მოხდა. ამ კითხვაზე იქნებ ვცადოთ პასუხის გაცემა. რაც მივიღეთ არჩევნების შედეგად, ეს არის იმის ბრალი, რომ მმართველმა ძალამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარებულიყო არადემოკრატიულ გარემოში. პრაქტიკულად სცენარი იყო იმთავითვეს ცნობილი და ახლაც ამ სცენარით მიდის პროცესი, საქმე. არჩევანი ცუდს და უარეს შორის, აი სწორედ ამ არჩევანის წინაშე იდგა ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მოქალაქეები, ახლაც ამ არჩევანის წინაშე დგანან მეორე ტურის წინ. სამწუხაროდ ვერც საზოგადოება ჩვენი ვერ აღმოჩნდა იმ სიმაღლეზე როგორც ჩანს რომ მიუხედავად ამ ლაბირინთებისა პოლიტიკური ლაბირინთებისა მაინც გარკვეულიყო რა იყო სწორი და რა არასწორი. ანუ თქვენ საზოგადოებას აბრალებთ არმაზ ხელისუფლებამ მე ვაბრალებ რა თქმა უნდა ხელისუფლებას. იმიტომ რომ ხელისუფლებამ როგორც არასდროს ბოლო წლების განმავლობაში მე ხაზს უსვამ როგორც არასდროს მოახერხა ის რომ საზოგადოება შეიყვანა ისეთ დაბნეულობაში ისეთ გაურკვევლობაში რომ ბევრს უბრალოდ გაუჭირდა სწორი არჩევანის გაკეთება. ბევრმა ამ არჩევანზე საერთოდ უარი თქვა. ხელისუფლება მოინდომა და მიაღწია. ასე რომ ეს მისი პასუხისმგებლობა. არმაზ, მე ერთი ასეთი კითხვა მინდა დაგისვა. თქვენც მიგაჩნიათ, რომ დიდი საფრთხე იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომლის ბერკეტების ხელში ასაღებად ემზადება ქართული ოცნება. თუ შეგიძლიათ გითხრათ თქვენი მოსაზრება და შემდეგ უფრო განგვიმარტოთ, ანუ არის თუ არა რეალურად საშიში. თუ მოქალაქეების არჩევანზე არის ლაპარაკი, დაუშვათ თუ არა, რომ რახან ამ პროცენტით აირჩიეს ქართული ოცნება, შეიძლება იგივე ამომრჩევლის სურვილიც იყო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონოდა მის მიერ არჩეულ სახელისუფლებო გუნდს. რას მეტყვით ამაზე? პრობლემა საფრთხე თავისთავად საკონსტიტუციო უმრავლესობაში კი არ არის. საფრთხე იმაშია, ვინა ამ უმრავლესობაში. როცა უმრავლესობაში, საკონსტიტუციო უმრავლესობაში არის ქართული ოცნება ამ შემადგენლობით, მისი არადემოკრატიული შიგთავსით, ეს რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი საფრთხის მატარებელი. საფრთხე იყო ბოლო წლებში ამ ძალის მმართველობა, მე ამის შესახებ მრავალჯერ განვაცხადე, რომ ეს არის არსით არადემოკრატიული
პოლიტიკური ძალა, გადაწყვეტილების მიმღებთა შორის სამწუხაროდ აღარ დარჩენ ისეთები, ვისაც დემოკრატიული აზროვნება შეუძლია და დღეს რა მივიღეთ, ასეთი ადამიანები გამრავლდებიან პარლამენტში, ამიტომაცაა ეს უმრავლესობა საფრთხის შემცველი. თავისთავად, რა თქმა უნდა, სასურველი იქნება ყველაზე ნორმალურ ვითარებაშიც კი, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არავის ჩაუვარდეს ხელში. მაგრამ ისევ ვიმეორებ, თუ გადაწყვეტილების მიმღებნი არიან დემოკრატიულად მოაზროვნენი წესიერები, ვისთვისაც სამართლებრივ სახელმწიფოს კანონს, სამართალს აზრი აქვს, მაშინ შეიძლება არ შეეშინდეს მოქალაქეს ადამიანს, ახლა კი ეს შიში, ეს საფრთხე გასაგებია. თქვენ ახლა გეშინიათ, აი ქართული ოცნების შიგთავსი ახსენეთ და ანუ გეშინიათ იმ ადამიანების, ვინც დღეს წარმოადგენენ სახელისუფლებო გუნდს? ამ ადამიანების ყოფნა უმრავლესობაში არის ძალიან დიდი საფრთხის შემქმნელი ქართული სახელმწიფოსთვის, პოლიტიკური პროცესისთვის, დემოკრატიისთვის ამ ქვეყანაში, რომელიც ვერადავერ შედგა. აი ესაა მთავარი საფრთხე. რა თქმა უნდა, ისინი მოახერხებენ და უახლოესი თვეების ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ მოგვაკითხავენ, მე უნდა გითხრათ პირდაპირ, იმ ადამიანებს, ვინც მათ პოლიტიკურ აზრებს არ ვიზიარებთ. ეს მე ზუსტად ვიცი, სოციალური ავტორიტარიზმი მithქვამს და გავიმეორებ, სულ მალე გადაიზრდება ავტორიტარიზმი. სულ მოგონებებს აღძრავს ეს ორი სიტყვა, ეხლა რაც თქვენ თქვით პირდაპირ ეთერში, როცა თქვით რომ ვისაც გვაქვს მოგონებებს აღძრავს, მე კარგად მესმის. ქართული ოცნება გააკეთებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში იმას, რაც უბრალოდ ვერ მოასწრო წინა 4 წლის განმავლობაში. ის შეეცდება, რომ სრული კონტროლი მიიღოს სასამართლოზე, ორივე სასამართლოზე, მედიაზე, ძვირფასო ინგა, გთხოვთ ეს გაითვალისწინოთ. მე მინდა რომ თქვენ ასე თავისუფალი მაუწყებლობდეთ ხვალაც და 1 წლის შემდეგაც, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ. რაღა მოგატყუოთ ჩემო არმას და მე უკვე არასოდეს არ ვარ ხოლმე დარწმუნებული, როცა ერთი დღე ვმუშაობ, ერთითვის მერე ვარ თუ არა ეთერში და ეს გრძელდება წლების განმავლობაში. ამიტომაც როცა ამ ტელევიზიაში მაგალითად ჩემი გადაცემის რეკლამა გავაკეთებ, თქვი რომ აქ გადაცემებს არ ხურავენ ჯერჯერობით, თქვა, ანუ მე არ მაქვს ამის სრული გარანტია, გამოცდილება მაქვს ასეთი. შეგიძლია დამიკონკრეტო უფრო მეტად, რას გულისხმობდით, როდესაც თქვით ჩვენ მოგვაკითხავენ, ვისაც განსხვავებული აზრი გვაქვსო და შემდეგ გადმოვინაცვლებ ისევ სტუდიაში. მოგვაკითხავენ, ანუ დიახ, გეტყვით. ეს ნიშნავს იმას, რომ რასაც ვერ იყიდიან ფულით, იყიდიან დიდი ფულით, სადაც ფული არ გაჭრის, იქ იქნება შანტაჟი, იქნება დაშინება, ზეწოლა, ოცნება, ემზადება იმისათვის, რომ 2020-შიც გაიგრძელოს მართლობა. აქ გეგმა არის ძალიან მზაყრული, ძალიან სამწუხარო საქართველოსთვის, მაგრამ ასეთია ეს გეგმა, ამ გეგმის განხორციელებას კი ჭირდება კამრების შემოჭერა იმ კუთხით, რომ ყველა ვინც განსხვავებულად ფიქრობს, ყველა ვინც არ ეთანხმება, უნდა აღმოჩნდეს პირდაპირი გაგებით თამაშგარე მდგომარეობაში. ამას ოცნება შეეცდება. სხვა საქმეა მიცემს თუ არა ამის საშუალებას მას საზოგადოება. ყველაფერი ახლა არის დამოკიდებული ქართველ ხალხზე. ჩვენ ან მივცემთ ამის უფლებას ოცნებას და დიდწილად მივეცით უკვე, მაგრამ ამის შემდეგ ან მივცემთ ამ უფლებას მას, ან კიდევ შეუზღუდავთ უფლებას, არ დაგვავიწყდეთ, წინ არის ადგილობრივი არჩევნები. მე უნდა გითხრათ, რომ ჩვენ, ჩემმა თანამოაზრეებმა უკვე დავიწყეთ მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის. მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპი იქნება ახლა გზაზე პოლიტიკური ცხოვრებისა საქართველოში. ამიტომაც ისევ ჩვენზე ადამიანებზე, მოქალაქეებზე დამოკიდებული და პოლიტიკოსებზე რას ვიზამთ? თუ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მეტი წაგულიჯავენ, არც მოერიდებაც, არც დაფიქრდებიან. მადლობა არმას, წარმატება მინდა გისურვოთ. ბათუმიდან გვერდებოდა პირდაპირ ეთერში არმაზ ახვლედიანი, ის ფიქრობს, რომ თუ არ იქნება საზოგადოება აქტიური საკონსტიტუციო უმრავლესობის ხელში აღების შემთხვევაში დადგება დრო, როდესაც განსხვავებული მოსაზრებების ადამიანებს მიაკითხავს ქართული ოცნება. მე მას ვემშვიდობები.
გადმოვდივარ სტუდიაში, შემდეგ რეკლამა და უკვე ბოლო კითხვისთვის დავბრუნდებით. ბატონო ზაზა, თქვენც ხედავთ იგივე საფრთხეს, რაზეც ეხლა ისაუბრა არმაზ ახვლედიანმა, მან ახსენა სასამართლო, ახსენა მედია, ისაუბრა საფრთხეებზე, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის შემთხვევაში შეიძლება დადგეს ამ ქვეყანაში და ორი სიტყვა ჩვენ მოგვაკითხავენ. რა სიტყვით? ბჭით რა არის, საფრთხე ყოველთვის არსებობს, როდესაც ადამიანი იღებს ძალიან დიდ ძალაუფლებას, მაგრამ მე სოფოს დავეთანხმებ ერთ რამე, შეხა ჩემპიონთა ლიგის ტურნირს რო უყურებდი, ერთ-ერთი წვნელი გამოვიდა და ამბობდა, რომ ჩემი მიზანი არის ფინალში გასვლა. შედალოცილო თუ ფინალში გასვლა, მაშინ თასის მოგება არ გინდა ეს რა. როდესაც პოლიტიკური პარტიას აქვს ამბიციები, მას უნდა უნდოდეს უმრავლესობისაში მოსვლა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. ამაში მე ცუდს ვერაფერს ვერ ხედავ, ყველა მოდი ვთქვა პოლიტიკური პარტია ოპოზიციური დღევანდელი ვინც გარეთ დარჩა, კმაყოფილი იქნებოდა რომ მიეღო 80%-იანი უმრავლესობა. და იგივე რიტორიკაში იქნებოდა რა რიტორიკაშიც არის ქართული ოცნება. მაგრამ მოდი ვინ აიღო უმრავლესობა? ბატონ არმას ვეთანხმებ. დღეს ქართულ ოცნებას წინასაარჩევნოდ გამოჩნდა, რომ მართავს ერთი კაცი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ეხლა ბიძინა ივანიშვილი რა ჭკუაზე იქნება? აქედან გამომდინარე ეს პარლამენტი წინ ჭკუაზე აეწყობა. და მესამე გაჩუმდება თუ არა არასამთავრობო სექტორი. მე ვფიქრობ, რომ არასამთავრობო სექტორი ვერ დაგვარწმუნა ვერც ერთმა პარტიამ, რომ მაგალითად მოქალაქეები როგორც სოფოვის ანებს, რომ მივსულიყავით, თქვა 65% და გარკვეული ძალისთვის დაგვეჭირა მხარი. მოდით ამაზე რეკლამის შემდეგ უნდა დაგისვათ კითხვა არასამთავრობოთა ნაწილის მიმართვა, რომელიც გულისხმობს მეორე ტურში ოპოზიციისთვის ხმის მიცემას, იმიტომ რომ ოცნებამ არა იყოს უმრავლესობა, ამიტომ დამიტოვეთ ამ კითხვის დასმის უფლება უკვე რეკლამის შემდეგ, მანამდე სოფოს ვაძლევს სიტყვას, აი ჩვენ მოგვაკითხავენ, ეს მომხდა ძალიან ყურში. მეც რაღაც ესეთი პატაჟური განცხადება არის, მე ასე მგონია და ასე ჩემს ესე შთაბეჭდილება მოახდინა და შიში გვაშინებენ, არ გვეშინია ბატონო, არა, ისეთები გვინახავს და გადაგვიტანენ და ინგა რამდენი გადაცემა დაგიხურეთ და ეს მერვე რომელიც დავიწყე. დაიმარხება ეძალა, ხო ამას რო გააკეთებ. არ აკეთებს არავინ მაგას, ერთერთი გამომთავრე, რა თქმა უნდა, მედიასთან ომი არავის არც ერთხელ დროს არ მოგია. და საბოლოო ჯამში ყველა ავტოკრატული რეჟიმი ყველგან მთავრდება. ეს არ არის ავტოკრატული რეჟიმი. არ გამიგია ინგასგან წუწუნი. მიდის და თავიდან ახალ გადაცემას აკეთებს. ერთს მიხურავენ მეორეს. ერთი არჩევნებზე დამარცხდა პოლიტიკოსები, ახლა მოვისმენთ და ერთიც და მეორეც ჯერ ჩვენ გვადანაშაულებს და თან მოთქვამენ. მე არ მესმის თუ შენ პოლიტიკური ლიდერი ხარ, აი ეს რაღაცა შიში არიქა მომაკითხავენ, რაღაცა შანტაჟი მუქარა არ გვეშინია ბატონებო და ისინი ვინც არიან მოსულიან ხელისუფლებაში, მათაც იციან რომ ჩვენ არ გვეშინია. აგერ ზაზა რა გადავიტანე ხა როგორ უნდა ობიექტური ადამიანი, ვცდილობ რომ ვიყო ობიექტური ადამიანი. რაც იყო 5 წლის წინ და რაც მაგ დღეს ეს არის სადა მიწა და თუ ამას ვერ ხედავთ ბატონებო, მაშინ რეალობის გზნობა არ გაქვთ და თუ რეალობის გზნობა არ გაქვთ, არაფერი გესაქმებათ პოლიტიკაში. აი ეს არის თემა. მადლობა, დავბრუნდებით უკვე რეკლამის შემდეგ. საინტერესოა რა სიტყვიან სოფო ხორგვანი და ზაზა ხატიაშვილი არასამთავრობოების მიერ გუშინ გავრცელებულ მიმართვასთან დაკავშირებით, სადაც სიტყვით ასე არის ნათქვამი. იმისათვის რომ არა იყოს ოცნებამ, არ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, მხარი დავუჭიროთ ოპოზიციას. დავბრუნდებით ძალიან მალე რეკლამის შემდეგ. საბურავი გაგისკდათ, გამოცვალეთ. დასვენება გინდათ, იმოგზაურეთ. თუ ფულის აჩუქრისთვის არ ყოფნით, დაამატეთ. რატო გავჩერდით? მარიწერება? ელემენტია გამოსასვლელი. ყველაფერი ასე მარტივად რომ იყოს კარგი.